შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო წარმოგიდგენთ ახალ და საინტერესო წიგნებს. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცის ბაზაზე. ნოდარ მაჭარაშვილი, ავი მუსაიფი. მადლობას ვუხდი ჩემს ისტორიის მასწავლებელს გიორგი ოთხმეზურს და არველაძეების ფონდს. ტოტლებენის და ერეკლეს შეხვედრაზე სანამ გიამბობთ, მინდა ერთი აბზაცი მის შვილებს დაუთმო. ერეკლეს დარეჯანმა კიდევ 3 შვილი, იულონი, სალომე და ალმასხანი გაუჩინა. დიდგვაროვნები ვითომ სიხარულით აღნიშნავდნენ ბაგრატიონთა გვარის გამრავლებას, გულის სიღრმეში კი უკვე აღაშფოთებდათ ამდენი მემკვიდრის დაბადება. საერთოდ პატარა კახზე უამრავი ჭორი დადიოდა, ისე კაც 3 ცოლი და ამდენი შვილი რომ გეყოლება, არაფერია გასაკვირი. მიუხედავად იმისა, რომ მეფის ცოლი არასდროს ყოფილა, მეოთხე ცოლად მემატიანეები ქეთევან ხეიძეს მოიხსენიებენ და იმასაც წერენ, რომ უკანონო შვილებს უჩენდა. მოკლედ, როგორც ოფიციალურ წყაროებში ამოვიკითხე, ერეკლეს 3 ქორწინებიდან 23 ქალვაჟი შეეძინა. რა თქმა უნდა, ხეიძესაგან გაჩენილ შვილებს თუ არ ჩავთვლით. ერეკლეს ღირსეულ მემკვიდრეებად ვახტანგ კარგი და ლევან ბატონიშვილი ითვლებოდნენ. 23 შვილს შორის ესენი იყვნენ მეფის რჩეულები და საქართველოს იმედი, ასე თვლიდა თავად ერეკლე. სადგერის ციხეს მიადგნენ გრაფი ტოტლებენი 1200 რუსით და ერეკლე ბაგრატიონი 7000 ქართლელ კახელით. პატარა კახს ახალი ცხენი ჩამოუყვანეს ჩერქეზას სიკვდილის შემდეგ. არაბული ცხენი ულამაზესი იყო, მაგრამ ერეკლე მთელი ცხოვრება მაინც აგრიჩაის ნაპირებთან დაღუპულ თავის 4 ფეხა მეგობარს მისტიროდა. ჩერქეზას სიკვდილმაც თავისებური დაღი დაასვა ბაგრატიონს. ჩერქეზას სულ ეფერებოდა და ადამიანივით ელაპარაკებოდა, ახლა კი გულგრილი და ცივი იყო ერთგული ცხოველის მიმართ. რამდენჯერ ჩერქეზაზე ამხედრებული და მინდორში მონავარდე დასიზმრებია თავი, რამდენჯერ დაუბანია და დაუვარცხნია, რამდენჯერ დაუდგამს მისთვის უნაგირი ძილში, მაგრამ გამოღვიძებულს აჯი ჩალაბი და აგრიჩაის ნაპირები ედგა თვალწინ. 50 წლის მეფეს ყვითელი ბეწვის მოსასხამი მოეცვა თბილ ხელით ნაქსოვ სვიტერზე. თავზე სპარსული ზოლიანი ქუდი დაეხურა. გვერდზე დათუნა ბატონიშვილი ყავდა. ეს დათუნა, ის დათუნა, ცხენმოკლული, დამარცხებული, დინარის ქვიან ნაპირზე დაჭრილი მეფე რომ იხსნა და თავისი ულაყი დაუთმო. იმ დღის შემდეგ პაპა ბებურიშვილს და აღაბაბა ერისთავს აღარ მოშორებია ყოფილი გლეხი და ახლა აზნაურის წოდება მინიჭებული დათუნა. ბეგუმ მანდატურ თუხუცესი, სვიმონ ბაგრატიონი, აღაბაბა ერისთავი, პაპა ბებურიშვილი, ხუდია ბორჩალოელი, ყარჩიღა სპარსი, 2000 ყაზახ თათარი, 300 არაგველი და ქართლ-კახეთის მეომართა 1000-ეული რომ დაინახა ტოტლებენმა, გულზე მოეშვა. გულის სიღრმეში მაინც შიშობდა. ერეკლემ სოლომონივით არიბაქიბუქოს და საქმეზე რომ იდგება, იმდენი ხალხი ვერ გამოიყვანოს, რასაც იქადნიდაო. არადა რა ექნა საწყალ სოლომონს, სულ მოღალატეებისა და ვირეშმაკების გარემოცვაში იყო. როგორ გამოეპარე შორაპნის ციხიდან სოლომონს, ცოტა არ იყოს
შეუთავსებელი და უტაქტო კითხვა დასვა ერეკლემ. რას ნიშნავს გამოვეპარე? გააღიზიანა შეკითხვა მგრაფი. მოკლედ რას ვგეგმავთ? ჩაერთო საუბარში ბეგუმი. ალყა სჭირდება ციხეს, თქვა მტკიცე ტოტლებენმა. სადგერს უალყოდ ავიღებთ, გამოთქვა თავისი მოსაზრება მეფემ. ნება შენია, ამ მიწაზე შენ ახარ ბრძანებელი. საერთოდ მას შემდეგ, რაც რუსმა გენერალმა ასე თუ ისე კარგად შეიცნო ერეკლეს პიროვნება და აღიარა მისი გავლენა მთელს კავკასიაზე, აღარ მოეწონა ეს მდგომარეობა და იმპერატრიცას მისწერა. Этот царь Эрекле, или как его Ираклий, гораздо силен, чем мы думали. Ваше Величество, я думаю, надо его свергнуть с престола и надо найти такую кандидатуру, которая будет слушаться. Თუ გამოუვიდოდა ჩანაფიქრი გენერალს და ერეკლეს მოიშორებდა, მაშინ ისეთი კანდიდატურა უნდა მოეძებნათ რუსებს, რომელიც ძლიერიც იქნებოდა და დამჯერიც. სხვანაირად არ აწყობდა მის უდიდებულესობა იმპერატრიცას, რადგან თურქების წინააღმდეგ ძლიერი დასაყრდენი სჭირდებოდა კავკასიაში. ტოტლებენი იმასაც არწმუნებდა, რომ კანდიდატურად შერჩეული მყავსო, თუმცა ვის გულისხმობდა, მხოლოდ მან და იმპერატრიცამ იცოდნენ. თავიდან მოეწონა გრაფს ერეკლე, მაგრამ ნელ-ნელა მიხვდა, რომ ამ შეუპოვარი კაცის დაჩოქება გაუჭირდებოდათ რუსებს. თან ბაგრატიონი არავისთანერიდებოდა იმის თქმას, სანამ მე მადგას მეფის გვირგვინი, ქართველები არც ხარკს გადაიხდიან და არც ვინმეს ეომებიანო. პეტრე მესამის საჩუქარი რომ მოახლეს აჩუქა, ყველას დასანახად, ესეც ზედმიწევნით იცოდა გენერალმა. თუმცა ერეკლეს ტახტიდან გადმოგდება ადვილი საქმე როდი იყო. ამას შესანიშნავად ხვდებოდა ტოტლებენი და ამიტომ თურქების ხელით მოინდომა ამის შესრულება. სადგერის ციხის გარნიზონი უბრძოლველად დანებდა რუსებს და ქართველებს. აი აწყურის ციხემ კი თავი გამოიდო, კლიტეები ჩარაზა გალავნის გამოსასვლელ შესასვლელები და ბრძოლა გაუმართა ერეკლე ტოტლებენს. ყველად ვიხარჯებით აწყურთან, განაცხადა ერეკლემ. არა, აწყური ასაღებია, გაჯიქდა ტოტლებენი. მომისმინეთ გრაფ, ეცადა გულწრფელად აეხსნა სიტუაცია მეფეს. ამ მიუვალ ციხეს ხალხს შევაკლავთ. ამასობაში ახალციხის ფაშა დამხმარე რაზმს შეკრავს სამცხეში, ლეკებიც მიეშველებიან და სუდად წაგვივა საქმე. მაშ თქვენ რას მთავაზობთ? ზურგში მოვიტოვოთ აწყური და პირდაპირ ახალციხეს დავეცეთ. ეს არ გამოვა. რათა? იმიტომ რომ მათი მოისრეები არ მოგცემენ გზის გაგრძელების საშუალებას. ვისი? აწყურის გარნიზონის მოისრენი? დიახ, ბატონო, ამ კინკილამ შვილდებით, ამ ხელა რაზმს რას დაგვაკლებენ? მერე მე შენ გეტყვი და ვერ ვასწავლე ჩემს მეომრებს ფარით თავდაცვა თუ რა? სადგერის ციხე რომ ავიღეთ, მე თქვენ ნებას დავყევი, ახლა კეთილი ინებეთ და ჩემს გეგმას გამოხევით. გრაფ, წამგებიანი თამაშია აწყურზე წასვლა, დამიჯერეთ. დამიმტკიცეთ რატომ? არ ეპუებოდა ტოტლებენი ერეკლეს აზრს. იმიტომ რომ ალყა დიდხანს გასტანს. ერთი დღე მაქსიმუმ, წაიტრაბახა გენერალმა. აქ კი დაეჭვდა ერეკლე, რადგან ტოტლებენის სიმამაცეში თუ ეჭვი ეპარებოდა,
მის სამხედრო ხედვაში და ომის სწორად განჭრეტაში ნამდვილად დარწმუნებული იყო. პატარა კახმა მშვენივრად იცოდა და მშვენივრად მიუხვდა გრაფ გენერალს, რომ იგი აწყურზე უშედეგო შეტევით დროს განგებ წელავდა. საგონებელში ჩავარდა ბაგრატიონი და სასწრაფოდ შერხან უნდილაძის გამოძახება ბრძანა თბილისიდან. სპარსი ქართველი ერთ დღეში აწყურის ციხესთან გაჩნდა. ერეკლემ გვერდზე გაიხმო უნდილაძე და ისე რომ ტოტლებელს არაფერი ეეჭვა, რჩევა ჰკითხა. რას ფიქრობ, შერხან? მე გაფრთხილებდი მეფეო და ახლა აღარ ვიცი. უკმაყოფილება ვერ დამალა შერხანმა, რადგან როგორც ირანელი დიდად არ ემხრობოდა ერეკლესა და რუსთა კავშირს. მეფე გაბრაზდა უნდილაძეზე და შეუღრინა. მათისთვის მოგიხმე, რომ თითები მიქნიო? მე თეიმურაზის და ნადირის ძმა ვარ. შენ ჩემს თვალწინ გაიზარდე, გონი მაქვს უფლება ხმის ამოღების. რომ გაქვს, მაგიტომაც ხარ აქ. გაწირული ყავხარ რუსებს, მეფეო, აწყურს ვერ აიღებთ ტოტლებენის გეგმით. ან თუ აიღებთ, ისეთი დანაკარგის ფასად, რომ ახალციხეზე ლაშქრობა წარმოუდგენელი გახდება. მაგას ვეუბნები და არ ისმენს. განგებ აკეთებს ამას. შენი მოსპობა აქვს გადაწყვეტილი თურქებისა და ლეკების ხელით. კი, მაგრამ თავად იმათ მიემხრობა ვითომ? არა, აბა, მოხსნის ალყას და პირდაპირ დაკტოვებს 10,000 გავეშებულ ოსმალ მებრძოლთან და კოხტაბელათთან. მაშ განწირული ვარ? ღიმილით იკითხა ერეკლემ. დღეს თუ არა ხვალ მიგატოვებენ რუსები. ვთქვათ და მომკლეს ოსმალებმა, ჯაყელებმა და ლეკებმა. მერე რას ფიქრობენ ნეტავ? გაამეფებენ ვინმეს ვახტანგი შტოდან. წლებია ალექსანდრე ბაქარისძე რუსეთის სამსახურშია პეტერბურგში. ეკატერინეს რა თქმა უნდა ალექსანდრე ურჩევნია შენ თავს. სად არ მყავს ნადირი? გააქნია თავი ერეკლემ. რასაპირებ? აქვე მოუღებ ბოლოს ამ ძაღლიშვილ გრაფს, გაცხარდა ბაგრატიონი. რას ამბობ? ახლა ყველაფერთან ერთად რუსებიც გადაიმტერე. მაგას რომ თავი დავანებოთ, თქვენ თუ აქ ერთმანეთის ხოცვაშ ლეტას ატეხთ, ოსმალები დღესვე შემოვლენ თბილისში. ვიცი, დაველოდები, როდის მოეპრიანებამ ნაბიჭვარს ჩემი მიტოვება და მერე მე ვიცი. შენ გიჯობს თბილისში ჩახვიდე ისევ. მე შენთან ვარ და არსად არ მივდივარ. მტკიცედ განაცხადა შერხანმა. მეც აქ ვარ, მამა. გაისმა ლევან ბატონიშვილის ხმა, რომელიც თავის თელავ გურჯაანელებით მოადგა აწყურს. შვილის დანახვამ და მოხუცი უნდილაძის ერთგულებამ კიდევ უფრო გაამხნევა ერეკლე. ამასობაში ტოტლებენმა, როგორც მოსალოდნელი იყო, აწყურის ციხიდან ჯარი მოხსნა და ცხეთისკენ გაბრუნდა. ახალციხეში მსტოვარი აფრინეს, რუსებმა ერეკლე მიატოვეს და დროზე დამხმარე რაზმიო. კოხტაბელადი, მალაჩალა, ახალციხის ფაშა სულეიმან ჯაყელი და 10,000 ოსმალო ლეკი აწყურისაკენ დაიძრა. მათ მოგვიანებით ოტომანთა 3,000-იანი დამხმარე მხედრობად შეუერთდა. რა შვრებით, მამა? იკითხა ლევანმა. გიორგი სად არის? ჩემი ძმა? ჰო, ქიზიხშია. ყოჩახ ბიჭო, ირონიულად თქვა მეფემ და აღაბაბას მიუბრუნდა. გისმენთ მეფეო, სმენად იქცა არაგველი ერისთავი. ასპინძისკენ ვიხევთ.
რას ამბობ, მამა, გავიქცეთ? ასპინძისკენ ვიხევთ, გაიმეორა ერეკლემ. წავედით, ყარჩიხ, პაპა, ხუდია, ატეხა განგაში აღაბაბამ. ბეგუმს უთხარით დაიძრას, მისცა დავალება ბატონიშვილს მეფემ. ქართველთა 7,000-იანმა ლაშქარმა ასპინძას მიაღწია და მტკვარზე გადებულ ხიდზე გადავიდა. 13,000 ოსმალო ლეკი ფეხდაფეხ მიჰყვა უკან დახეულ მეფეს. რას აკეთებ, მამა, რას აკეთებ? რას აკეთებ, ვერ ვხვდები, ვერ დამალა გაოგნება ყარჩიღამ. ხუდიას და აღაბაბას მიხმეთ, უკაცი ხარ. სპარსელი წამში დაემორჩილა მეფის ბრძანებას, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ გარბოდა ასეთი მამაცი, ასეთი სახელოვანი სარდალი და გამოცდილი მონარქი ბრძოლის ველიდან. ერეკლე შვილსაც არ გამოუწყდა, რას აპირებდა. მხოლოდ თეიმურაზის ძმობილსა და ნადირის მარჯვენა ხელს უნდილაძეს ვერ დაუმალა განზრახვა. მეც არ მეტყვი რა გაქვს განზრახული, მიადგა ჩაფიქრებულ მეფეს შერხანი. რაო, დაბერდაო არა ერეკლე? იკითხა ღიმილით მეფემ. მაგრადო, გააჯავრა უნდილაძემ მონარქი. ერეკლემ ხმამაღლა გაიცინა. ვეღარ გავიგე რას აპირებ, არ მოეშვა უნდილაძე. ნახავ, დაამშვიდა სპარსელი მეფემ. ხუდია ბორჩალოელი და აღაბაბა ერისთავი ერეკლესთან გამოცხადდნენ. ყორჩიხ, შენ დარჩი, უბრძანა მეგობარს ერეკლემ. 5 კაცი განმარტოვდა ასპინძის ველზე. ერეკლე, აღაბაბა, შერხანი, ყარჩიღა და ხუდია ბორჩალოელი. ლევან ბატონიშვილი გაუწყრა მამას, თათბირს რომ არ დაასწრო, მაგრამ წყენა მეომრების წინაშე არ გამოუთქვამს. აღაბაბა, დაიწყო ერეკლემ. დღეს ღამე მტერს ხიდზე გადმოუშვებ. გასაგებია, თავი დაუკრა მონარქს ერისთავმა. მერე რას შვრები? მხრები აიჩეჩა უნდილაძემ. მერე ჩუმად გადაჭრით და გადახერხავთ ხიდს. მოახსენა ერეკლემ შერხანს. მე? გაოგნდა უნდილაძე. შენ არა, აღაბაბა და ბორჩალოელი შეასრულებენ ამ მისიას. კი მაგრამ ბალაჩალამ და სულეიმან ფაშამ თუ ხიდზე გადმოაღწიეს, ხიდის გადახერხვისათვის ვიღას ეცლება. დაინტერესდა მეფის ტაქტიკით ყარჩიხა. აქ ორი კლდეა. ხელი გაიშვირა ერეკლემ ასპინძის მთაგორიანი მონაკვეთისაკენ. მერე არ ეშვებოდა ყარჩიხა. მათქმევინე, კაცო, ნუ სულ სწრაფობ. გაუბრაზდა ბაგრატიონი მეგობარს. მერე ის რომ ამ კლდეებს ამოვეფარებით და ოსმალების ტყვიებს მანდ შევაფარებთ თავს. ჩვენ არ ვესროლოთ? იკითხა ხუდიამ. სანამ არ გეტყვით არა. ხიდთან მტკვრის ნაპირზე მეთოფენი და მეისრენი ხეებზე ავლენ და იქ დაელოდებიან ასპინძიდან უკან დახეულ მტერს, რომელსაც მდინარეზე ჩანგრეული ხიდი დახვდებათ. და როგორ უნდა დავახევინოთ მტერს უკან, თუ კლდეებს ამოვეფარეთ და ბრძოლას თავი ვანებეთ. არ ცხრებოდა ყარჩიღას ცნობის მოყვარეობა. როგორ და მე ვიცი, თქვა გაბრაზებულმა ერეკლემ. შენ რაღაც აღარ ენდობი ჩემ სტრატეგიულ ხედვას. გატყობ, კოხტა ბელადივი, შენს ხომ არ გგონია რომ დავბერდი. ყარჩიღამ ზერა არიდა. მოკლედ, ჩემს ნიშანს დაელოდეთ და ხიდის ჩასანგრევად მოემზადეთ. მიუბრუნდა ხუდიას და აღაბაბას მეფე. ერთი შეკითხვა მეც მაქვს. სიტყვა ითხოვა ბორჩალოელმა.
თქვი ამ ხიდს ჩუმად როგორ გადავხერხავთ თოკის ხომ არ არის რომ გადავჭრათ და ვერავინ ვერაფერი გაიგოს ბერძენი მემადნეები და ფოლადის ჩამომსხმელნი დაგეხმარებიან ხერხი არაღი მზადაა უნდილაძე გაოგნებული დარჩა მეფის ბოლო წინადადებით ესე იგი ერეკლემ იცოდა ტოტლებენის წინასწარი მოღალატეობრივი გეგმა და თადარიგი დაჭერილი ჰქონდა მაშ ბერძნებს და ღუმელის ოსტატებს როგორ მოამზადებდა წინასწარ ამის ფიქრში იყო სპარსელი და ოსმალთა ყიჟინაც გაისმა მათ ლაშქარს ჭარელი მალაჩალა ედგა სათავეში ახალგაზრდა და თამამი ლეკი ლაღად და ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე მოაგელვებდა ცხენს სულეიმან ფაშამ და ჯაყელებმა თავდაცვის თადარიგი დაიჭირეს და ლაშქარში შერეულნი მიხვებოდნენ კოხტა ბელადს მალაჩალა იგივე კოხტა ბელადი თავს დებდა სულეიმან ახალციხის ფაშასთან რომ ხნიერ ერეკლეს ხერხემალში გადაამტვრევდა ფაშა კი ერთო ბეჭვით უყურებდა მის ტრაბახს რადგან კარგად იცოდა 50 წლის ერეკლეს ჯერ კიდევ შერჩენოდა ჭაბუკური ჯანღონე თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწია ლეკთა მეფე ბელადს და მის ნებას დაჰყვა ყველა კლდეების უკან ბრძანება გასცა ერეკლემ და ქართველები ასპინძის ველიდან აიყარნენ გარბიან დროზე აყვირდა მალაჩალა და ჭენებით დაედევნა მტრისკენ ზურგშექცეულ ქართველებს ვინც თავის შეფარება ვერ მოასწრო ხმალდახმალ აჩეხეს თურქებმა ახლა ლეკებმა გადმოიღეს მხარზე გადაკიდებული თოფები და ტყვიების წვიმა დასცხეს ერეკლეს ბიჭებს ნატყვიარებმა ბუღი აადინა კლდეებს და ტვერის ბურუსი დაფარა ასპინძის ველი ესროლეთ კიდევ ესროლეთ გაზძახოდა მეომრებს მალაჩალა როგორ მოიქცეთ ერეკლე ეკითხებოდა ქვებს ამოფარებული შეშფოთებული ყარჩიღა მეფეს აცადე დაიხარჯონ ამშვიდებდა ერეკლე მაგრამ სპარსიც ქმუტავდა და მოუთმენლობისაგან ადგილზე ჯიქივით ხტოდა აღაბაბა ხუდია მიდით დაიწყეთ უბრძანა სარისკო საქმე ერეკლემ თავის სარდლებს და ხიდის გადასაჭრელად გაუშვა ურთულესი საქმე დაევალათ ქართველებს რადგან მათ მტრისთვის შეუმჩნევლად უნდა შემოევლოთ და ზურგში მოქცეოდნენ სხვაგვარად მტკვარზე ვერ გადავიდოდნენ ზარბაზნები პაპა მიდი მისცა მითითება ბებურიშვილ ვაჩნაძეს პატარა კახმა და ყუმბარებიც აგრიალდა შუაზე გადახლეჩილი და თავგადამსყდარი მტრის მეომრები ერთი მეორის მიყოლებით სვიოდნენ ცხენებიდან ოსმალ ლეკებში ოდნავ დაბნეულობამ თავი იჩინა თუ არა მეფე ცხენს მოახტა და მალაჩალასკენ დაიძრა რომელიც წინა ხაზოსან მხედრიონს ჩასდგომოდა სათავეში მეფის კვალდაკვალ ერეკლეს მივხვეთ იღრიალა ყარჩიღამ და ქართველებიც წინა ხაზზე გაჭრილ მონარქს მიხვნენ ბეგუმ დაიძარი ქაიხოსრო შენც მიხევ უბრძანა უნდილაძემ წამებში ერეკლე და მალაჩალა პირისპირ აღმოჩნდნენ ორთავე ცხენიდან ჩამოხტა და პოზიცია დაიკავა ლეკს ოსმალური მოღუნული ხმალი ეჭირა ხოლო ერეკლეს პაპამისის ხანჯალი და ნადირის ნაქონი სპარსული იეროგლიფებით ამოტვიფრული ნაჯახი მალაჩალამ ხმლის მოქნევით შხუილით გააპო ჰაერი და
ქართლ-კახეთის მონარქი მხარში დაჭრა. მახვილი ერეკლეს ძვალს ვერ მისწვდა და 50 წლის სარდალი წყობრიდან ვერ გამოიყვანა. ბრძოლის გაგრძელებაში ისიც დაეხმარა ერეკლეს, რომ მოწინააღმდეგისაგან განსხვავებით მსუბუქი იარაღები ეპყრა ხელთ, თუმცა დამცავი ფარი არ ეჭირა და ამის გამო ფრთხილობდა. კოხტა ბელადი ქართველების დევნით და თოფების ბათქაბუთქით გადაღლილიყო და ოფლში გაწურულს შედარებით ეძნელებოდა გადაადგილება მანევრირება. კიდევ ერთხელ წავიდა იერიშზე დაღესტნელი, მაგრამ სისწრაფე დაკარგულმა ერეკლესაგან ხანჯალი მიიღო ბარძახში. არტერია გადაეჭრა მალაჩალას და მუხლი მოეკვეთა. ეს იყო და მეფემ როგორც ჰასან ხან ყაჯარს ზუსტად ისე გაუპო ნაჯახით თავი. სულეიმან ფაშა აფაცურდა, მიხვდა კოხტა ბელადის სიკვდილი, პანიკაში ჩააგდებდა ჯარს და უკან დახევა ბრძანა. თუმცა აღა ბაბას და ხუდია ბორჩალოელის მეცადინეობით უკან დახეულ ოსმალ ლეკებს უხიდო მდინარე დაუხვდათ. მეთოფეებო, ცეცხლი! ბრძანა მეფემ. ბეგუმმა და ლევან ბატონიშვილმა ხეებზე მოკალათებულ მეთოფეებს ნიშანი მისცეს და იმათაც აღარ დაახანეს. თავად კი თავიანთი რაზმებით ტრის ჩეხვას შეუდგნენ. სულეიმან ფაშამ ლამაზი ნახტომით თავი მტკვარში დურთა და ოსტატური ცურვის წყალობით გააღწია სამშვიდობოს. დინარეში შევარდნილი მტრის რაზმები ცდილობდნენ გაღმა ნაპირამდე მიღწევას, თუმცა ერეკლემ თითქმის არცერთი არ გაუშვა და ცოტა ხანში ტიკებივით გაბერილი ოსმალ ლეკთა გვამები ტივტივებდნენ მტკვარზე. გავიმარჯვეთ.